გამარჯობა, დღეს გამოვედი საკმაოდ გრილად ჩაცმული და უცებ ისეთი ხარი ამოვარდა. ისე შეიცვალა ამით, ისე დაეცა ტემპერატურა, რომ მომიწია სახში აბრუნება და საკმაოდ თბილი ქურთუკის ჩაცმა და მართალი გითხრათ, აქ ამ ქურთუკშიც ვერ გძნობ თავს მაინც და მაინც კომფორტულად. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ ჰამბურგში იყო +27 გრადუსი. ახლა მგრძნობელობა, როგორც ნახე, არის +14. აი წარმოიდგინეთ 27 და 14. რამხელა განსხვავება, ესე იგი, რამდენიმე დღეში არა, პრინციპში 27 გრადუსი რომ იყო ერთი კვირის წინ, მეორე დღეს უკვე 19 გრადუსი იყო, ასე რომ იქაც საკმაოდ დიდი ვარდნა იყო, დაახლოებით 18 გრადუსი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ და რასაც მე ვამბობ და რასაც უამრავი მეცნიერი ამბობს, მაგრამ ზოგიერთს არ შეერა, რომ კლიმატი შეიცვალა, რომ კლიმატი ისეთ ფოკუსებს აკეთებს, რომლებსაც ადრე არ აკეთებდა. გერმანიისთვის, ჩრდილოეთ გერმანიისთვის 27 გრადუსი არის სუპერ რეკორდული სიცხე. ცოტა ქვემოთ გერმანიაში, ანუ სამხრეთ გერმანიაში 40 და 41 გრადუსიც იყო. წარმოიდგინეთ, ეს კატასტროფული სიცხეა, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. ასე რომ ეს არ არის უბრალოდ სიცხე, ეს არის ანომალია. ასეთი ანომალიებისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და რატომ ამის შესახებ მე დღევანდელ ვიდეოში მოვიყვებით და სწორედ დღევანდელმა ამინდმა განაპირობა ის, რომ მე დღეს გადამეღო ვიდეო კლიმატის ცვლილების შესახებ და ვინც მეტყვის, რომ ბოლო 15-20 წელიწადში ვერ შეამჩნია კლიმატს ვერანაირი ცვლილება, პირველმა მესროლოს ქვა. რომ იტყვიან ფეხზე შემოვასწარი წვიმას, წამოვიდა ძალიან ძლიერი წვიმა და სხვაშორის ამბობთ, როდესაც კლიმატზე და ზოგადად ამინდზე ვიწყებთ ხოლმე საუბარს, სულ უფრო ხშირად ვახსენებთ სიტყვას ანომალიურს. ანუ ნორმალური ამინდი თითქმის ამოვარდა აი ესეთი ცნება ჩვენი ლექსიკონიდან. და ანომალია ნორმად ქცევის პროცესშია. ზუსტად ერთი კვირის უკან 2 ივლისს გერმანიას თავს დაატყდა გაუგონარი სიცხე. სამხრეთ ნაწილში ის აღწევდა დაახლოებით +40-41 გრადუსს, ხოლო ჰამბურგში ჰაერი გაცხელდა უпроსორად +27 გრადუსამდე. ეს ამ განედებისთვის სრულიად ანომალიურია. ანუ კვლავ ვიმეორებ იმ სიტყვას, რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვხმარობთ ხოლმე. მაგრამ მეორე დღეს ტემპერატურა თითქმის 20 გრადუსით დაეცა. +18 იყო, დილით სხვაშორის იყო +13 და შემდეგ ნელ-ნელა აიწია და მაქსიმუმს მიაღწია +18-მდე. ანუ 20 გრადუსიანი ვარდნა იყო. ეს რა თქმა უნდა, ესეც არ არის ნორმალური. საქართველოში რომ ვაკვირდებოდი ამინდებს, ახალ ამბებს უყურებდი და ქუჩაში ხალხი როგორ მოძრაობდა და როცა ჩემებსაც ვესაუბრებოდი, თბილისში მაგალითად კონკრეტულად იყო საკმაოდ დაბალი ტემპერატურები, ახლა უკვე დაცხა როგორც ვიცი, იყო ძლიერი ქარი, რაც ჩემზე მაგალითად ძალიან ცუდად მოქმედებს და ნამდვილად არ იყო კომფორტული ტემპერატურა. სამხრეთ ევროპაშიც ასევე ყველაფერი იწოდა, მაგალითად რომში, ფლორენციაში. ამერიკის შტატებში მოგეხსენებათ საკმაოდ ძლიერი კოკისპირული წვიმები იყო და ამან გამოიწვია წყალდიდობა, რომელსაც ათეულობით ადამიანი შეეწირა. ეს ამერიკისთვის ძალიან ბევრია, როგორც მე ვიცი, 90-მდე არის დაღუპული და ძალიან ბევრი არის დაკარგული. პირდაპირ სახლებს იტაცებდა და მიქონდა ამ წყლის ნაკადს. ჩრდილოეთ იტალიაში, როგორც გითხარით, უკვე ეს პაპანაკება სიცხეები იყო, მაგრამ ამ პაპანაკება სიცხეებს უეცრად მოყვა ძლიერი წვიმები, რომლებმაც წყალდიდობები და ღვარცოფები გამოიწვია და იქაც მე მგონი ერთი ადამიანია გარდაცვლილი, დაღუპული უბრალოდ. უკვე დაიწყო, რა თქმა უნდა, და უფრო გამძაფრდება ტყის ხანძრები ციმბირში, სამხრეთ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა თქმა უნდა, ზაფხულიც და შემოდგომაც ჩვენ გვექნება საკმაოდ რთული
წელს მომავალ წელს კიდევ უფრო რთული და ანამ ჩვენ ამ სირთულეებთან ერთად ცხოვრებას და თანაცხოვრებას არ მივეჩვევით, სანამ ჩვენ არ გადავაწყობთ ჩვენს ყოფას ისე, რომ ყოველთვის მოუმზადებლები შევხვდეთ ხოლმე ამინდის და კლიმატის აი ასეთ თამაშს. დაფიქრებულ ხართ ალბათ თუ რა იწვევს ამინდის ასეთ ცვლილებებს და რა თქმა უნდა ამ დროს პირველად და თავში პირველი რაც მოდის ეს არის ყვადაღებული გლობალური დათბობა. და ეს ტერმინი სხვათა შორის ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მეტად იცვლება კლიმატის ცვლილების განმარტებით. და ამ ცვლილებას ჩვენ ყოველდღიურად და ყოველწლიურად ვაწყდებით. აი რატომ მოხდა მაგალითად წყალდიდობა ტეხასში და რატომ მოხდა იგი ჩრდილოეთ იტალიაში? რატომ გაგრძელდება მსგავსი წყალდიდობები? იგივე ამერიკაში, იგივე ევროპაში, იგივე თუნდაც კავკასიაში, თუნდაც საქართველოში. საქმე იმაშია, რომ რაც უფრო თბილია ჰაერი, მით უფრო მეტ წყალს აკავებს იგი. ყოველი 1 გრადუსით მომატება ჰაერის ტემპერატურის ნიშნავს იმას, რომ მასში 7%-ით მეტი ნესტია, მეტი წყალია, ვიდრე 1 გრადუსით დაბალზე იყო. ეს წყალი სადღაც უნდა წავიდეს, ხო? იგი აღწევს კრიტიკულ მასას და რაღაც მომენტში, როგორც ვედრო რო გადმოკიპირქვავებიათ, აი ესე გვესხმება თავზე. მაგრამ ეს ნორმალური პროცესი, ეს ყოველთვის რაც წყალი გაჩნდა დედამიწაზე, მას შემდეგ ასე ხდება და ამას წყლის ბრუნვა ეწოდება. თქვენ ალბათ ამის შესახებ სკოლაშიც გისწავლიათ და ის ნახატიც გახსოვთ. წყალი ორთქლდება ადის ზემოთ და შემდეგ სადღაც მოდის წვიმად. ასე რომ არ იყოს, ჩვენ ხრიოკ პლანეტაზე არ ვიცხოვრებდით უბრალოდ, იმიტომ რომ სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ წყალი ნორმალურ სიტუაციაში ნორმალურად ნაწილდება ხოლმე. აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ აიღოთ ჭიქა, რომელშიც გისხიათ წყალი და დაუსხათ იგი მცენარეებს. როგორ ვასხამთ ხოლმე ჩვენ ხوار ვაპირქოვებთ პირდაპირ, ნელ-ნელა ვასხამთ რომ მთლიანად თელს ქოთანს მოედოს, აი მთლიანად მიწა დაასველოს. ჩვენ რომ ერთბაშად გადმოვაყირავთ, ჯერ ამოისხმება ეს წყალი, ამ მიწასაც ამოყრის და რაღაც ერთ წერტილში ჩაისხმება და იმ ადგილს გააფუჭებს კიდეც. ანალოგიური რამ ხდება ახლა. ანუ ერთ დღეში, ან ზოგჯერ 1 და 2 საათში მოდის მთელი თვე რაც უნდა გადანაწილებული უნდა ყოფილიყო და მთელი თვე უნდა ევლო ამ წვიმას, ძალიან ცოტა ხანში მოდის. ამას კი ვერაფერი ვერ უძლებს. ვერც წყალგამტარი სისტემები უძლებენ, ვერც თუ არ არის მით უმეტეს ძალიან კარგად დაპროექტებული ქუჩები ეგრევე იტბორება, თუ მთაში ხდება ეს ამბავი, ღვარცოფებად მოვარდება, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი რაოდენობის წყალი იწყებს მიწის გამორეცხვას. მიწასთან ერთად ირეცხება ხეები, ბუჩქები, ისინი ჩაირეცხებიან მდინარის ან ნაკადულების კალაპოტებში, ხდება ბუნებრივი კაშხლები იგება, ივსება წყლით, შემდეგ ირღვევა ეს კაშხალი და უკვე კატასტროფას იწვევს ასეთი წყალმოვარდნა. მსგავსი რამ მოხდა თბილისში, თქვენ გახსოვთ 10 წელი გავიდა უკვე იმ დღეებიდან, როგორი მსხვერპლი გამოიწვია მან. დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა რაჭაში. საოცარი ტრაგედია, რომელიც ალბათ მოუნელებელ იარად დარჩება საქართველოს ისტორიაში. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ხა ვისაც გახსოვთ, იგივე მაისი მაგალითად ყველაზე სასიამოვნო თვე იყო. ეს იყო თვე, როდესაც ჰაერი ზომიერად თბებოდა 25, 26, 27 გრადუსის საღამოობით, როგორც წესი, დასავლეთიდან მაგალითად იგივე თბილისში მოდიოდა საკმაოდ შავი და შემაშინებელი ღრუბელი, რომელიც ჟუჟუნაწვიმად მოგვევლინებოდა და საღამოს გაგვაგრილებდა ხოლმე და ასე გრძელდებოდა ივნისის შუა რიცხვებამდე. ამის შემდეგ უკვე ჩვეული თბილისის სიცხეები დგებოდა 30, 32, 33 გრადუსი და თბილისში შემდეგ არ დადაგები უწევდა. ესეთი ვარდნები, როდესაც ერთი დღე შენ თბილი ქურთუკი გაცვია და მეორე დღეს უკვე არ იცი რა გაიხადო, ასეთი რამ არ ხდებოდა. ანუ ჩვენ უკვე აღარ გვაქვს სეზონი, როდესაც კომფორტულად გძნობთ თავს. მაგალითად, ჩემთვის კომფორტული ტემპერატურაა, როდესაც მე მავცვია თქვათ მაისური და ზემოდან პერანგი. აი ეს არის კომფორტული.
აი იმის მერე უკვე იწყება დისკომფორტი, ანუ ზემოთ უკვე იწყება სიცხეები, ქვემოთ იწყება სიცივეები, რომლებიც რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო. დღეს რომ თბილი ქურთუკებით დავდივართ, ხვალ აუტანელი სიცხე იქნება, ზეგ ატმოსფერული წნევა დაეცემა და ჩვენი წნევა არტერიული მოიმატებს, მასზე ძლიერი ქარის გამო დაგვეზარება სახლიდან გასვლა და ასე შემდეგ. როგორც ამბობენ საქართველოში და გერმანიაში წლევანდელი ივლისი ნორმაზე უფრო გრილი იყო. მაშინ როდესაც მაგალითად მარტში და აპრილში ჰამბურგში იყო დღეები, როდესაც ჰაერი თბებოდა 25-26 გრადუსით. არ არის ეს ნორმალური. როგორ ეთანხმება ეს იმ ყბადაღებულ გლობალურ დათბობას, როგორ ეთანხმება და კითხეთ აბა ესპანეთის, პორტუგალიის, სამხრეთ იტალიის, სამხრეთ საფრანგეთის მოსახლეობას, ქვემოთ კიდევ თქვა საბერძნეთის მოსახლეობას, თუ როგორი სიცხეებია მათთან. კითხეთ იმ ტურისტებს, რომლებმაც გადააავსეს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქები და არიან ძირითადად ესპანეთიდან, იტალიიდან და პორტუგალიიდან, რეებს ყვებიან ისინი, რომ თქვენთან 60-+15-+16 გრადუსი ეს 60-ია ჩვენთან ამ დროს უკვე 40 გრადუსებია ნორმალური ამინდი უკვე სანატრელი ხდება. და ისტორიიდან მაგალითად ცნობილი არის, რომ თქვათ იგივე ქრისტეშობიდან მოყოლებული, თქვათ ბოლო 2000 წლის განმავლობაში იყო პერიოდები, ეგრეთ წოდებული ატლანტიკური ოპტიმუმის, როდესაც ტემპერატურა ნორმაზე ოდნავ მაღალი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს და იყო მცირე გამყინვარების პერიოდი შუა საუკუნეებში. როდესაც ტემპერატურა საკმაოდ დაეცა, იყო ერთი წელი, მაგალითად 1816 წელი, რომლის შესახებაც მე ვიდეო მაქვს გაკეთებული და აუცილებლად ნახეთ, ის უბრალოდ ანომალიური წელი იყო, როდესაც არც გაზაფხული იყო, არც ზაფხული და არც შემოდგომა ზამთრიდან. მთელი წელი ზამთარი იყო, მაგრამ ეს რითაც იყო გამოწვეული, სწორედ ამ ვიდეოში ნახავ და ეს ყველაფერი შეიძლება განმეორდეს ყოველ წუთას. ის კატასტროფა, რომელიც მაშინ მოხდა. კიდევ ჩემი თაობის ხალხს დაუბრუნდები და გემახსოვრებათ ალბათ იგივე 70-80-90-იან წლებში თოვლი მოდიოდა, როგორც უკვე გითხარით, თბილისშიც, ქუთაისშიც, ბათუმშიც, ზუგდიდშიც, თელავშიც. ახლა ეს იშვიათი მოვლენაა. არავის არ ქონდა მაგალითად შიში, რომ ნოემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე მე თუ გუდაურში ან ბაკურიანში წავიდოდი, იქ ტალახის ზელა მომიწევდა იმის მაგივრად, რომ თხილამურზე მეცრიალა. ახლა არაფერი არ არის გამორიცხული. ახლა თქვენ იცით, რომ ყოველ წელს მოთხილამურეები და ის ადამიანები, რომლებსაც სრიალი უყვართ და ბავშვების დასვენება უნდათ ბოლო-ბოლო ესეთ სუფთა გარემოში და თოვლიან გარემოში, ძალიან ხშირად აი მარდადაგების პერიოდში ელოდებიან ხოლმე მოვიდა თოვლი ბაკურიანში, როგორ ეკავენ ერთმანეთს, აი ესე რა ცოტა არის და იქნებ ხვალ გათოვდეს, იქნებ ზე გათოვდეს. ესეთი პრობლემა 70-ან 80-ან წლებში არ არსებობდა, ну მანამდეც რა თქმა უნდა. ზოგადად ამბობენ, რომ კლიმატი არის განერვიულებული, არის ისტერიული. და ეს ესეთი სამეცნიერო ტერმინად იქცა ფაქტიურად, იმიტომ რომ აი როგორც ისტერიული ადამიანი ისე იქცევა. დღეს თუ თქვა იგი არის მშვიდი, წყნარი და ასეთად ვიცნობთ ჩვენ მას, ხვალ იგი შეიძლება სრულიად არაადეკვატურად მოიქცეს, გარშემო მყოფები დააზიანოს ფიზიკურად და სერიოზულ კვლავათა შეიძლება იქცეს, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენს ნერვულ სისტემაზე პირველ რიგში, შემდეგ რა თქმა უნდა გულსიზარღვთა დაავადებები, ვისაც აქვს, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები, ვისაც აქვს. და ეს ყველაფერი მოქმედებს არა მხოლოდ ჩვენს გარდერობზე და გუნება განწყობაზე, არამედ იმაზეც, რომ თბილი ზამთრები უკვე თითქმის კი არა, ჩავთვალოთ, რომ პირდაპირ კავშირშია აქამდე უცნობი ან ძალიან იშვიათი დაავადებების გავრცელებასთან. ყინვა არეგულირებდა ისეთი პარაზიტების არსებობას, როგორიც არის თქვა ტკიპები, მოსკიტები, ბაღლინჯოები, კოღოები, ძალიან დიდი რაოდენობით ისინი ძლიერი ყინვების დროს იხოცებოდნენ. რა თქმა უნდა, ნაწილი გადარჩებოდა და სწორედ ისინი უაწუხებდნენ, მაგრამ ახლა უკვე თუ თქვა 10-დან 9 კვდებოდა და იყინებოდა ზამთარში, ახლა უკვე 10-დან 8 გადარჩება. ეს 8 გადარჩენილიდან რამხელა თაობას მოგცემს ეს 8 გადარჩენილი მოგეხსენებათ. ყირიმ კონგოს ციებ-ცხელება, ესე მომაკვდინებელი დაავადება თუ დროზე არ მივხედეთ და ისიც
გადააქვთ ტკიპებს, ასევე ლეიშმანიოზი, ვინ იცოდა ლეიშმანიოზის შესახებ და დღეს მაგალითად ვაკე ყოველ შემთხვევაში ასე იყო, ლეიშმანიოზის ერთ-ერთ ბუდეთ ითვლებოდა 10-15 წლის წინ. რატომ? იმიტომ რომ აქ დაავადებული ძაღლებიდან მოსკიტებს გადაგქონდათ ადამიანებზე ეს ლეიშმანიის მიკროორგანიზმები, რომლებიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, და თუ დროზე არ იმკურნალა ადამიანმა აქვს ლეტალური შედეგი. ჩვენ კიდევ ბედმა გაგვიღიმა, რომ ჩვენთან არ არის ყოველ შემთხვევაში ძალიან იშვიათია ისეთი დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ, სხვათა შორის ტკიპებთან ძალიან ფრთხილად იყავით, მეგობრებო, და ვისაც არ გაქვთ აი ეს ჩემი ვიდეო ნანახი, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ტკიპა ძალიან სერიოზული ცხოველია. ენცეფალიტი, რომელიც თუ არ მოკლა ენცეფალიტმა ადამიანი, იგი მძიმე ინვალიდობას უტოვებს მას და ამიტომ ძალიან ისევ მეორე ფრთხილად უნდა ვიყოთ. და ეს ევროპისთვის ეს ენცეფალიტი, მაგალითად იგივე ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ისევ მეორე თუ ადრე ტკიპების ძალიან დიდი ნაწილი იხოცებოდა, დღეს აი ესე მიდიხარ პირდაპირ მისეირნობ ტყეში და აი ბალახის წვერებზე სხედან და გელოდებიან, რომ შემოგახდნენ და ამოგაცოცდნენ და შემდეგ ისინი ისეთნაირად დადიან ჩვენს ტანზე, ისეთ ადგილებს ეძებენ სიცხლის გამოსაწვევად, რომ ჩვენ ვერც კი ვგრძნობთ, სანამ ვინმე არ დაინახავს, ან ჩვენ თვითონ ხელით არ მოვისინჯავთ, რომ სადღაც არის. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით ხოლმე ისევ ამბობ. და მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ადამიანის დამსახურება ის, რაც ხდება. ჩავიხედოთ სარკეში და აუცილებლად გაგვიჩნდება, რა თქმა უნდა, პროტესტი. ხა რანაირად შეიძლება მაბრალებდნენ მე მეცნიერები, რომ მე ვიწევ თქვა კლიმატის ცვლილებას. დგები ყოველ დილით, შევდივარ აბაზანაში, ვიღებ შხაპს, ვიხეხავ გვილებს, გამოდივარ, ვიდუღებ ჩაის ან ყავას, ვიმზადებ ომლეტს ან ბუტერბროდებს, მივირთმევ, შემდეგ ჯდები მანქანაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მივდივარ სამსახურში, ვჯდები კომპიუტერთან, ვასრულებ ჩემს საქმეს და მოვბრუნდები უკან და სადილობ, შემდეგ ტელევიზორს უყურებ, ან რაღაცას ვაკეთებ და ვიძინებ დილით ისევ. აი რანაირად შეიძლება მე დავაზიანო ბუნება. ერთი რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი ცალკე აღებული ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ უკვე 8 მილიარდზე მეტი ვართ, გაითვალისწინეთ. დაახლოებით 1,600,000,000 მანქანა მოძრაობს ყოველდღიურად დედამიწაზე. 100,000-ობით გიგანტური, საშუალო, მცირე საწარმოები, ფაბრიკები, ქარხნები მუშაობენ. წარამარა გამოდის ლუი ვიტონის ჩანთებიდან დაწყებული, რეზინის კალოშებით დამთავრებული, თვითმფრინავის ნაწილებიდან და თვითონ თვითმფრინავებიდან დაწყებული და საკერავი მანქანებით დამთავრებული. აი ყველაფერი, რასაც ჩვენ ზირული უყურებთ, ყველაფერი სადღაც იწარმოება, ეს წარმოება თავისთავად რა თქმა უნდა გამოყოფს უამრავ ნივთიერებას გარემოში და პლუს ყველაფერი იმისთვის, რომ რაღაცა შეიქმნას, საჭირო არის მეტალი, პლასტმასი, ქსოვილი, იგივე ჩვენი საკვების წარმოებისთვის. გაიხსენეთ ფერმებში რა ხდება, თუნდაც ქათმის ფერმებში რა ხდება, როგორი რა რაოდენობის ენერგია იხარჯება, რა რაოდენობის წყალი იხარჯება, რაც უფრო იზრდება ჩვენი მოსახლეობა, მით უფრო მეტი რესურსები გვჭირდება. დედამიწა არ არის ამოუწურავი, კი, დიდია, უზარმაზარია, ასე გონია ჩვენ, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდით, არც არაფერი არ არის. დავჯდებით დღეს თვითმფრინავზე 12 საათში, აგერ დედამიწის სრულიად სხვა მხარეს აღმოჩნდებით. არ არის დედამიწა პატარაა და უბრალოდ ვეღარ უძლებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ადამიანზე, არის ბუნებრივი ციკლებიც, ეგრეთ წოდებული მილანკოვიჩის ციკლები, მაგალითად არსებობს, რომელიც დედამიწისა და მზის ურთიერთობაზეა დამოკიდებული და ისიც იწვევს ცვლილებას კლიმატის, მაგრამ ჩვენ რა გავაკეთეთ? ჩვენ უკვე გამზადებულ დედამიწას, რომელიც ამ ცვლილებებისთვის უკვე მზად იყო, გამოუკარით თოფზე სასხლეტი და ტყვია გავარდა. ეს ტყვია მიფრინავს. ამ ტყვის გაჩერება არ არსებობს. უბრალოდ იგი ყველა ვარიანტში მოხდება მიზანს, ერთადერთი შანსი რა არის ხოლმე, როდესაც ტყვია არის გავარდნილი.
დაიცვა რამენაერად მინიმალური ზარალი მოგაყენოს მან, ხო? ან ჯავშანჯილეთს დაახვედრებენ, ან რკინის ფირფიტას, ან რაღაცას, რომ მინიმალურად დაზიანდეს ის, რისთვისაც არის ნასროლი ეს ტყვია. და ასეთი არის, რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგიებზე გადასვლა, მინიმუმამდე დაყვანა, თქვათ, წყლის მოხმარების, იგივე ნაგვის გადახარისხება და 1000 მეთოდი არსებობს მოიხსენებათ, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია ჯერჯერობით ჩვენ ვიქნებით აი ასეთი ისტერიული და ჩვენი მომავალი თაობები კიდევ უფრო მეტად იქნებიან აი ესეთი ისტერიული პლანეტის ხელში. და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ საქართველოში მთელს პლანეტასთან შედარებით ყველაზე მეტი წყალი გვაქვს ერთ სულ მოსახლეს. ქართლის და კახეთის სოფლების მოსახლეობას კითხეთ, რამდენი საათი მოდის ხოლმე დღეში მათთან წყალი, ან რა ხარისხის არის ეს წყალი. კი, ნამდვილად დიდია ჩვენთან მარაგი წყლის, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ეს წყალი სადღაციდან მოდის, ხო? ეს არ არის ხო წვიმა რომ მოდის, მოხსენებად მოვა ის ჩაირეცხება და ჩადის სანიაღურე სისტემაში და ქრება. საიდან მოდის ამდენი წყალი მუდმივად, მაგალითად მდინარე თერგში, მდინარე არაგვში, მტკვარში, ალაზანში, იორში და ასე შემდეგ. ყველა ეს მდინარე იკვებება ერთი გარკვეული ავზისგან, ბაკისგან. და ეს ბაკი გახლავთ ჩვენი მთა, მაღალი მთა, სადაც 1000 წლეულების განმავლობაში გროვდებოდა, იტკეპნებოდა, იყინებოდა და წარმოიქმნებოდა მყინვარები. მყინვარები, რომლებიც ნელ-ნელა დნებიან და ნელ-ნელა გვაძლევენ წყალს. ერთბაშად რომ მოხდეს მყინვარის გადნობა, ჯერ ერთი წაგულეკავს ეს წყალი და მეორე რამდენიმე დღეში წყალი აღარ იქნება, ხო? ნუ წარმოიდგინეთ იგივე ვედრო რო აიღოთ თქვენ, საიდანაც მოდის წვრილად წყალი, რომ ხელსაც ვიბანთ ესა. უცებ ეს ნახრეთი რომ გააფართოვოთ, ხო? უცებ დაიცლება და ვერც პირის დაბანას მოასრებ და ვერც ხელის. აი დაახლოებით იგივე რამ ხდება ჩვენს მაღალ მთაში. როგორც გითხარით, თოვლის საფარი და თვითონ თოვლიანობა უკვე კლებულობს. კლებულობს, რა თქმა უნდა, მაღალ მთაშიც. მე დამეთანხმებიან ისევ ჩემი თაობის ხალხი, იგივე მყინვარწვერი, რომლიდანაც რამდენიმე სერიოზული მყინვარი ჩამოდის, თუ სად იყვნენ ეს მყინვარები, თქვათ იგივე 30, 35, 40 და 50 წლის წინ და სად არიან დღეს ისინი. დამოკლებული კილომეტრებით არის დამოკლებული მყინვარების სიგრძე. ეს რაც ნიშნავს, რომ ბაკში წყალი იცლება, რომ ძალიან მალე თუ ასე გაგრძელდა, მაგალითად 2050 წელს, 2070 წლისთვის საქართველოში წყლის მარაგები მინიმუმამდე დავა. და ეს როგორც მათრახი ისე მოხდება იმ ხალხს, რომლებიც იმ პერიოდში ცხოვრობენ და ესენი არიან ჩვენი შვილები და შვილიშვილები და მათი შვილები. ამიტომ ისე ვიმეორებ, ჩვენ მართალია არ შეგვიძლია ამ პროცესის შეჩერება, მაგრამ სახელმწიფომ უკვე დღეიდან უნდა იზრუნოს, დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ პრობლემებს შევეჯახებით. ასეულობით მილიონების ხარჯვას რაღაც სულელურ პროექტებზე სჯობს დაუჯერონ მეცნიერებს, დაუჯერონ საერთაშორისო კვლევებს და კატასტროფების პრევენციებზე იზრუნონ. ზოგიერთი თქვენგანი მწერს ხოლმე კომენტარებში, რომ დაანები ამ პოლიტიკას თავი და მოგვიყევი რამე ზღაპრები და რაღაც კრიმინალური ისტორიები. მაგასაც თავის დრო აქვს, მეგობრებო, მაგრამ პოლიტიკას ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ დაანებებ თავს. პოლიტიკას დაანებებ თავს, თუ ცხოვრობ სადღაც მღვიმეში და არ გამოდიხარ იქედან და საჭმელიც გაქვს და სასმელიც. თუ ხარ სადღაც დაუსახლებელ კუნძულზე. მაგრამ იქ სადაც ჩვენ საზოგადოებაში ცხოვრობ, ყოველთვის პოლიტიკაა. პოლიტიკაა ის, როცა ჩვენ ლიფტში ეჭედები და იმიტომ რომ ვიღაცამ არის სურვა მისი გარემონტება. როდესაც ჩვენი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და არავინ იბერტყავს ამაზე ყურს. როდესაც ჩვენ ფეხით გიწევს, თქვათ, სიარული და ვერ ადიხარ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელიც გადატენილია და ფეხით რო დადიხარ კიდე, ისეთ ჰაერს უნდქავ, რომ ჯობს საერთოდ არ გახვიდე სახლიდან. ესეც პოლიტიკა, ყველაფერი პოლიტიკა, რა ჩვენ გვაწუხებს, რა ჩვენ გვანერვიულებს და რა ჩვენ გვამშვიდებს. თუ რა თქმა უნდა ეს გვამშვიდებს იმ შემთხვევაში, თუ
ეს პოლიტიკა ნორმალურია და არ არის კორუფცია, რომელიც მე ყოველთვის ვიმეორებ ამას, როგორც ატომური ბომბი, ოღონდ შენელებული მოქმედების ისე კლავს ხოლმე სახელმწიფოებს. გაიხსენეთ ნებისმიერი სახელმწიფო, სადაც კორუფცია ყვავის, რა დღეშია იქ ჩვეულებრივი ადამიანი, თორე ისინი ვინც კორუფციაში არიან ჩართულები და ჩაკერებულები და ჩაბეტონებულები, ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს. დიახ, პოლიტიკაა ის, რომ მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ წყალდიდობები და ღვარცოფები იქნება და ამისთვის იგი მომზადებული უნდა იყოს და შეჭმული არ უნდა იყოს ის ფული, რომელიც თქვათ ნორმალური ფორმის ასფალტის დაგებაში უნდა დახარჯულიყო. თქვენ ვერ ნახავთ გერმანიაში აქ რო წვიმები იცის, მონაგონია ისეთი, თქვათ საქართველოში ვერ არც დაგესიზმრებათ. მაგრამ მე აქ კუბე არ მინახავს. არც სავალ ნაწილზე, არც ტროტუარზე. რატომ? იმიტომ რომ ყველა გზა არის ისეთნაირად დაგებული, რომ მას აქვს გარკვეული დაქანება, ეს დაქანება თვალით შეუმჩნეველია, მაგრამ არასდროს წყალი არსად არ გროვდება. აქ ერთი მომენტი მახსენდება, პრევენციას რაც შეეხება, ეს უკვე ჩემი საექსპედიციო მოგონებებიდან არის, როდესაც არალის ზღვის მიდამოებში ჰქონდა ერთ-ერთი ექსპედიცია პალეონტოლოგიური, საკმაოდ სერიოზული ადგილსაპოვებლებია. ბანაკი გავაკეთეთ, კარვები გავშალეთ და ჩემმა უფრო გამოცდილმა, მე სრულიად ახალბედა ვიყავი და ჩემმა გამოცდილმა კოლეგებმა დაიწყეს ამ კარვების ირგვლივ თხრილის გაკეთება დაახლოებით 40-50 სანტიმეტრის წვიმის დროსო რო არ შემოვარდეს კარავში წყალი. ხარი აწვიმე გადა 50 გრადუსია სიცხე, მთელ ჰორიზონტზე მაგიდასავ ბრტყელი არის ტერიტორია, 1 რუბლის ნასახი არ ჩანს და რა თქმა უნდა ესეთ ქართული თავქარიანობით დავიკიდე. დადგა საღამო და მოვარდა ყვითელი ღრუბელი, რომელმაც მოიტანა მტვერი და ქვიშა, ეს იყო ქვიშის ქარიშხალს ეძახიან ამას, რომ ვერ სუნთქავ ეს წვრილი ქვიშის ნამცეცები მთელი სიჩქარით გერჭობა კანში, ნუ ერთ-ერთი გამოსავალი უნდა შეასწრო კარავში, მაგრამ კარავში შეავასარი ამ დროს ამ ქვიშის ქარიშხალს მოყვა ნამდვილი უკვე ჭეკაკუხილი, ნამდვილი წვიმა და ეს წვიმა იყო ღვარცოფი ფაქტიურად და შემომივარდა კარავში წყალი. კიდე კარგი, მე მაშინ ლეჟანკები, არ ვიცი რა ქვია ქართულად, საწოლები, გასაშლელი საწოლები რო არის მქონდა, ნუ იმ სიმაღლეზე არ ამოსულა და იმაზე დავყარე ყველაფერი, მეც დავწექი და აი ესე კარავში გადიოდა პირდაპირ მდინარე. მოგეხსენებათ საბჭოთა კარვებს ძირითადად ეს ძირი არ ქონდათ, ეხლა ძირიანი კარვებია, მაშინაც იყო ევროპული და ამერიკული და პოლონური კარვებიც კი, მათ ქონდა ძირი და აი ჩვეულებრივ საბჭოთა კარავს ეს პრეზენტის უმძიმეს კარვები იყო, რომელსაც ძირი არ ქონდა. რატომ მოვყევი ხა ეს ისტორია? იმიტომ რომ ფაქტიურად მე ვიყავი იმ ჩემი კარვის მთავრობა, ხო? მე რომ გამეთვალისწინებინა ის გამოცდილება, რომელიც ჩემზე გამოცდილ კოლეგებს ჰქონდათ, ანუ გამეკეთებინა თხრილი კარვის ირგვლივ, ასეთი რამ არ მომივიდოდა. იმის მერე იცოცხლე ყოველთვის პირველი რაც ვაკეთებდი, თხრილს ვაკეთებდი ხოლმე. ანუ ყველაფერი შესაძლებელი იყო, მე დამეკარგა იქ ჩემი მაგნიტოფონიდან დაწყებული, ტანსაცმლით და ფეხსაცმელებით და ყველაფრით დამთავრებული. იქნება წყალდიდობები, იქნება ძლიერი სეტყვა და კვლავ დაიწყება და გამოვა ვიღაცა ტელევიზორში, აი 90 წლის გავხდი და აი ესეთი სეტყვა მე არ მინახავს. როგორ არ გინახავს, შარშანაც იყო, შარშანწინაც იყო, იმისინაც იყო. იმისინაც გაგინადგურა მოსავალი, შარშანაც გაგინადგურა მოსავალი, რით ვეღარ უნდა ისწავლოთ თქვა რომ გამოიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც ევროპაში თქვენ ვერ ნახავთ, ევროპაში ვერც ერთ აი ესეთ სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, სადაც სეტყვის საშიშროება არის, რომ ისინი დაცული არ იყოს. თუ თქვათ არ არის დაცული ბადეებით, დაცული არის დაზღვევით. არ ვიცი ხა ეს დაზღვევა მე მგონი არის საქართველოში თუ არ არის, ნუ ყოველ შემთხვევაში დაცვა სჭირდება. ძალიან მოწყვლადია, ძალიან რისკიანია სოფლის მეურნეობა. არის პერიოდები, როდესაც თქვენ შეიძლება ერთი ბლისხიდან ჩამოკრიფოთ 3 ტონა ბალი, ნუ სიტყვაზე ვამბობ რა თქმა უნდა და მეორე წელს შეიძლება 1 ცალიც არ იყოს ზედ. ამიტომ ერთ რაღაცაზე აწყობა, ერთ რაღაცაზე და იმის მე აი ესე თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება. მთელი წლის ნამუშევარი მე კახეთში, რამდენიმე კახეთში მივლია და მიყურებია როგორ შრომობს კახელი გილეხი, რომ ის უგემრიელესი ღვინო გასინჯო მე შენ შემოდგომის ბოლოს და ზამთარში და მეორე წელს.
და აი ეს ნაშრომი უცებ გეყრება წყალში რატომ? იმიტომ რომ არ დააზღვიე შენი სავარგულები, არ გააკეთე ის ელემენტარული რისი გაკეთება შეიძლებოდა და უბრალოდ ფული დაზოგე. ახლა ვნახოთ თუ რატომ ხტუნაობს ამ ბოლო დროს ასე გამალებით ტემპერატურა. ერთი შეხედვით უაზროდ. საქმე იმაშია რომ აი წარმოვიდგინოთ რომ ეს არის ჩვენი დედამიწა. ну თქვათ ევროპის ნაწილი. ეს არის ევროპა. აქ არის თქვათ საქართველო, აქ არის გერმანია, აქ დანია და ასე შემდეგ. სადღაც 12 კილომეტრის სიმაღლეზე ატმოსფეროში მოძრაობს ეგრეთ წოდებული jet stream. Jet stream-ი ანუ რომ გადავთარგმნოთ ქართულად ეს არის ჰაერის მაღლივი ჭავლური დინება, მე მგონი სწორად გადავთარგმნე, რომელიც ასე წრფიულად დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიდის. მაგრამ და მის აი ამ სტაბილურ აი ესეთ ხაზობრივ მიმართულებას განსაზღვრავს ის რომ აქ არის მუდმივად, ანუ ჩრდილოეთით არის მუდმივად დაბალი ტემპერატურა, სამხრეთით არის მუდმივად მაღალი ტემპერატურა და მის შუაგულში დადის აი ეს jet stream-ი, აქ არის ყველაზე კომფორტული სიტუაცია, ზამთარში ზამთარია, ზაფხულში ზაფხულია, ნორმალური ტემპერატურებით, მაგრამ ამ ბოლოდო jet stream-მა დაიწყო სიგიჟეების მოწყობა. რატომ? იმიტომ რომ აი იქ სადაც სიცივე უნდა ყოფილიყო, იქ ყველაზე მეტად და უფრო სწრაფად თბება და დნება ყინული. და ბალანსი მოირღვა. მოირღვა ბალანსი და jet stream-მა დაიწყო თამაში. ეს თამაში გამოიხატება აი ესეთ ზიგზაგურ პროსორად სინუსოიდას აკეთებს. ანუ ჩადის ქვემოთ, შემდეგ ამოდის ზემოთ, ჩადის ქვემოთ, ეს რა თქმა უნდა ასეთნაირად ასე ზუსტ სინუსოიდას კი არ აკეთებს, ზოგჯერ ამოდის ზემოთ და ჩერდება კარგახანი და ამ დროს რა შვება? როგორც ტვერსასრუტი, ისე ამოაქვს ქვემოდან ცხელი ჰაერი. და აქ დგება სითბო, რომელიც თუ დიდხანს გაჩერდა ეს ცხელი ჰაერი აქ, ანუ ეს წვეტი, ეს პიკი დიდხანს თუ შეჩერდა, აქ იწყება აი ეს +27 და 38 გრადუსები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იყო გერმანიაში. სამაგეროდ ქვემოთ აგრილდება. აი მაგალითად საქართველოში იყო სიგრილეები. და სწორედ გამოიწვია რა, იმიტომ რომ აი სინუსოიდა, აი ეს პიკი ჩავიდა ქვემოთ და თან წაიღო ჩრდილოეთიდან სიგრილე. ამიტომ იქ იყო წვიმები და ქარები და სიცივე, ხოლო აქ იყო სიცხე და უკარო ამინდი და უწვიმო გვალვა ფაქტიურად. ისევე მეორებ, თუ დიდხანს მოხდა გაჩერება ამ პიკის და არ წავიდა. ამ შემთხვევაში ეს უკვე შეიძლება კატასტროფის საწინდარი გახდეს. ეხლა გერმანიაში დღეს უკვე რა სიტუაცია, ანუ ეს პიკი ჩავლილია, წასულია და დღეს გვაქვს ესე ჩამოწეული ნაწილი, ამიტომ აქ არის დაახლოებით 17-18-20 გრადუსი სითბოები, მაგრამ უკვე სადღაც ხვალიდან ზეგიდან 24-25 გრადუსამდე ადის, ანუ მოდის ახალი ფრონტი, რომელიც წამოიღებს ისევ სამხრეთიდან სითბოს, მაგრამ უკვე არა ისეთ გიჟურად, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ახლა მე მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში. საქართველოში მოგეხსენებათ, ეს პატარა ქვეყანაა, ძალიან რთული გეოგრაფიით, ძალიან რთული რელიეფით. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ბრტყელი ზეგნებიც გვაქვს მთის ზეგნებიც, როგორიცაა მაგალითად იგივე ჯავახეთის პლატო და აქ საკმაოდ კონტინენტური ჰავა გვაქვს, არის ძალიან მაღალი მწვერვალები, 5000 მეტრიანი მწვერვალები გვაქვს აგერ სუბტროპიკები, ნახევრად უდაბნოები და ასე შემდეგ. ანუ ფაქტურად ყველა კლიმატური ზონა გვაქვს, პოლარულის და ტროპიკულის გარდა და კიდევ რამდენიმესი ძირითადი ზონები ჩვენთან არის. ეს ზონები ყოველთვის იყო სტაბილურობაში, ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობდნენ, ამიტომ ჩვენ გვქონდა მუდმივად
კომფორტული ტემპერატურა, ჩვენ მქონდა კარგი მოსავალს ვიღებდით ყოველთვის, იმ მქონდა რა თქმა უნდა სეტყვა, ეხლა სეტყვა რაც არსებობს დედამიწა მას შემდეგ და საქართველოს რაც არსებობს მას შემდეგ, რა თქმა უნდა ყოველწლიურად სეტყვა მოდის, მაგრამ არა ასეთი და ასეთი გიჟური რაოდენობით და გიჟური სიმძლავრით და პარალელურად ჩვენ ვიწყებთ თვითონ იმ სამოსახლოების განადგურებას და ძალიან დიდი რისკის ქვეშ დაყენებას, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. მაგალითად, იგივე რას ვაკეთებთ? კლდეს გამოვანგრებ და შინით კორპუსში შევდგამთ ხოლმე და მე გვიკვირს, რომ იმ კლდემ დაკარგა სტაბილურობა და თავზე დაეცა დღეს თუ არა ხვალ ამ კორპუსს და არით მატერიალურ ზარალს თავი დავანებოთ, შეიძლება ადამიანის ხერხი გამოიწვიოს. მე ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ მე ბათუმში დავიბადე, იქ გავიზარდე და ძალიან ხშირად მეგობრებთან ერთად დავდიოდით ხოლმე ბათუმის გარეუბანში, ველოსიპედებზე დავждებოდით ხოლმე, რომელსაც ჭაობი ერქვა. ეს მართლა დაჭაობებული ტერიტორია იყო, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით ბინადრობდნენ ტრიტონები, გომბეშოები, ბაყაყები, სხვა წყლის ფრინველები, ისეთები, რომლებიც არ იჭმეოდა, თუ რომლებიც იჭმეოდა, იქ ნადირობდნენ ხოლმე და გარდა ვთქვათ, ესეთი ბიომრავალფეროვნების ოაზისისა, რომელიც შუა თითქმის აი ქალაქში იყო, გარეუბანი იყო მართალი. გარდა ამისა, ჭაობს ჰქონდა, აი ამ ადგილს ჰქონდა ბუნებრივი ბარიერის ფუნქცია, რომელიც აჩერებდა შტორმების დროს და შავ ზღვაზე და ბათუმთან რო შტორმები იცის, ბევრს არც დასიზმრებია ისეთი, აჩერებდა წყალს. ზღვიდან წამოსულ წყალს და იგი თითქოს რაღაც ბუფერული ზონა იყო ქალაქსა და ზღვას შორის. დღეს აქ ამ ადგილებში შენდება და უკვე აშენდა კოლოსალური ზომის და რაოდენობის შენობები. რას არ ნახავთ აქ? არავის არ ვადებ ხელს, არც მაქვს უფლება, მაგრამ თუ ძალიან დიდი მიკროსკოპი და ესეთ გამადიდებელი შუშები არ ჭირდება იმ ამბავს, რომ აქ სამშენებლო ბიზნესში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ხოლო სადაც აი ესეთ უკონტროლო ბიზნესია, იქ რა თქმა უნდა კორუფცია ფრთაგაშლილი არის. თუ რომელიმე იმედი გაქვთ, რომ ყველა შენობა, რომელიც ამ ადგილებში შენდება უსაფრთხოა, მაშინ მე თქვენი მშურს. რას წარმოადგენს ბათუმის და ზოგადად აჭარის სანაპირო ზოლი? აჭარის ოდესღაც ყველაზე წყალუხ მდინარეს ჭოროხს, რომელიც სათავეს თურქეთში იღებს, ჩამოქონდა უნდა მეთქვა და პროფესორი გამონათქვამია. ჩამოქონდა ძალიან დიდი რაოდენობით ნაშალი ნატანი მასალა. თვითონ შავ ზღვაზე თქვა რომ და შეხედოთ მას Google-ის რუკებზეც, Google Earth-ზე მაგალითად. ნახავთ რომ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით არის მასში დინებები. ამიტომ ჭოროხი როცა ჩამოდიოდა იქ სადაც ჩამოდის, ანუ ბათუმის გარეუბანში, ჩამონატანი მასალა უხვევდა მარჯვნივ და მოქონდა ბათუმისკენ, ქობულეთისკენ და ასე შემდეგ. ეს ნატანი მასალა ფაქტიურად არჩებოდა გორნიოს და კიდევ უფრო იგებდებარე სარფს. ამიტომ თქვენ თუ დააკვირდებით, სარფში და გორნიოში ძალიან ვიწრო პლაჟებია და გაცილებით სუფთა წყალია, რატომ? იმიტომ რომ მღრიე წყალი მარჯვნივ მიდის. მაგრამ სამაგიეროდ ბათუმი, ქობულეთი და ასე შემდეგ ჩაქვი და ესე გაყოლებაზე იქ ფართე პლაჟებია, რომლებსაც სწორედ ქმნის და ქმნიდა ჭოროხი. დღეს მოგეხსენებათ უზარმაზარი კაშხლების მთელი კასკადი არის ჭოროხზე აშენებული, აქედან გამომდინარე ნატანი ზღვაში ძალიან შემცირებულია. ანუ ფაქტიურად აღარ ხდება ინერტული მასალით პლაჟების მომარაგება და მათი მშენებლობა. ბუნება აშენებდა ამას ყველაფერს. კიდევ ერთი მომენტია, თვითონ ჭოროხი სანამ შავი ზღვა გაივსებოდა და ამაზე მე რამდენიმე ძალიან საინტერესო ვიდეო მაქვს გაკეთებული, თუ როგორ მოხდა შავი ზღვის წარმოქმნა, სანამ შავი ზღვა მიაღწევდა იმ დონეს, რომელზედაც ეხლა არის, მანამდე აქ იყო ხმელეთი და რა თქმა უნდა ხმელეთზე ჭოროხს ამხელა მდინარეს გათხრილი ჰქონდა კანიონი, საკმაოდ ღრმა ხეობა. ეს ხეობა წყალქვეშ არის დღეს მოქცეული. მაგრამ იგი არსად გამქრალა. და აი ეს წამოღებული მასალი ძალიან დიდი ნაწილი იყრება აი ამ ხეობაში და ფაქტიურად უკვალოდ იკარგება. ის ანამ ამოივსება მილიონობით წელი გავა. ანუ ფაქტიურად ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ
პლაჟს. ანუ იმ ადგილს, სადაც ჩვენ რუჩს ვიღებ და ძალიან გვიყვარს დასვენება, მაგრამ უფრო იმას გაცილებით დიდი ფუნქცია აქვს. იგი ქალაქს იცავს, იგი არის საზღვარი ქალაქსა და ზღვას შორის. გამოთვლილია, რომ ყოველწლიურად შავი ზღვა მატულობს 3-დან 5 მილიმეტრამდე. ეს ვითომ არაფერია, ხო? მაგრამ აბა გადათვალეთ 10 წლეულებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველივე შტორმის დროს აი ეს корпуსები, რომლებიც 100 წლეულებზეა ვითომ გათვლილი, წყალქვეშ არ აღმოჩნდება, მაგრამ პირველი ამდენიმე სართული ნამდვილად აღმოჩნდება წყალქვეშ და ეს წყალი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს იქ. არსებობს ასეთი შეთქმულების თეორია, თითქოს დედამიწა ყოველ 12 წელიწადში ერთხელ შედის კლიმატის ცვლილებების და გლობალური კატასტროფების ციკლში. თითქოს ყოველი ამ ციკლის ბოლოს ან გამყინვარება იწყება, ან წარღვნა, ან მაგნიტური პოლუსები იცვლება, ან მზეზე მომხდარი აფეთქებების რაოდენობა იზრდება და მათი ინტენსივობა, ეს ისედაც ხდება, და ახლა ჩვენ ვართ ამ სტადიაში, ან პლანეტა ნიბირუსთან ახლოს ჩაივლის თითქოს დედამიწა. ესეთი ჰიპოთეტური პლანეტაა, რომელიც კატასტროფებს იწვევს დედამიწას. ფაქტია, რომ დედამიწა 4 მილიარდ 700 მილიონი წელია, რაც არსებობს. ახლა ეს ციფრი გაყავით 12,000-ზე და აი ამდენჯერ უნდა მომხდარიყო დედამიწაზე გლობალური კატასტროფა. საბედნიეროდ ასე არ ხდება და ამ თეორიას მეცნიერებასთან ახლოსაც არ აქვს გავლილი. არანაირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ მსგავსი რამ ხდება დედამიწის ისტორიაში, არ არსებობს. 12,800 წლის წინ მართლაც მოხდა ტემპერატურის ძალიან მკვეთრი ვარდნა ჩვენს პლანეტაზე, მაგრამ ამის მიზეზი, როგორც ვარაუდობენ, იყო ან დიდი ზომის მეტეორიტის ვარდნა, ან ვულკანური აქტივობა, გაძლიერებული ვულკანური აქტივობა. ერთი რამ კი ფაქტია, რომ ჰოლოცენის ეპოქა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, დაიწყო დაახლოებით 12,000 წლის წინ და ეს ეპოქა არის ძალიან სტაბილური. სწორედ ამ სტაბილურობამ მისცა საშუალება კაცობრიობას, რომ დაეწყო მიწათმოქმედება, აქედან გამომდინარე შემდეგ შეექმნა სახელმწიფოები და ცივილიზაციები, განევითარებინა ტექნოლოგიები, გაეზარდა ცხოვრების დონე და სიცოცხლის ხანგრძლივობა. მაგრამ ეს ყველაფერი ორლესული ხმალივით აღმოჩნდა ბოლო 150 წლის განმავლობაში, რაც კაცობრიობის ისტორიაში ჯერ ინდუსტრიული, შემდეგ ინფორმაციული რევოლუციები მოხდა, ჩვენ კოლოსალური რაოდენობით დავიწყეთ ენერგიის გამოყენება. დედამიწიდან ვიღებთ ყველაფერს, რისი დაწვა შეიძლება და ვწვავთ და ქმნით ენერგიას, რომელსაც შემდეგ ვიყენებთ. ბოლო 2-3 წელია ჩვენ კიდევ ერთ ახალ და ჩემის აზრით ბოლო რევოლუციის მომსწრენი გავხდით, ეს არის ხელოვნური ინტელექტის ჩვენ ცხოვრებაში შემოჭრა და მოგეხსენებათ, რომ კრიპტოვალუტა იწარმოება ძალიან დიდი რაოდენობით დენის ხარჯვით. ანალოგიურად ხდება ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც. ხელოვნური ინტელექტი რომ განვითარდეს, რომ მან მოიცვას მილიონობით კი არა და მილიარდობით ადამიანი, ამისთვის საჭირო არის გიგანტური ზომის სერვერები. ამ სერვერებში ჭირდება გაგრილება, ჭირდება ტერიტორიები და რა თქმა უნდა ეს სერვერები კვლავ გამოყოფენ სითბოს ატმოსფეროში, რომელიც ზარსად არ მიდის, ისევ დედამიწაზე რჩება და კიდევ უფრო ამძაფრებს იმ სიტუაციას, რაც გვაქვს. ამას დავუმატეთ კიდევ ერთი პრესი. გაუთავებელი ომები, რომელსაც მოსდევს აფეთქებები, ხანძრები, ნავთობმზიდების კატასტროფები ზღვაზე, ნავთობის ტერმინალებზე, ხანძრები და რა ვიცი, არნახული რაოდენობის ქიმიური ნაწარმი, რომლის გადამუშავებაც არ ხდება, პოლიმერული შესაფუთი მასალები და ვიღებთ იმას, რაც უკვე გვაქვს. კლიმატი კიდევ უფრო მეტ სიურპრიზს შემოგთავაზებს. თითქოს ბუნებას მობეზრდა ჰომო საპიენსის თავხედობა და შურიზიებაზე გადავიდა. წარმოიდგინეთ, რა ჩვენ აჭარაზე ვისაუბრეთ და აჭარა პლაჟების გარეშე. დატბორილი ზღვისპირა ქალაქები, ოდესღაც ხალხმრავალი, ახლა კი უკაცრიელი ქუჩებით. ის რაც ადრე პოსტაპოკალიფტურ ფილმებში გვინახავს, შეიძლება რეალობად იქცეს. მაგრამ პანიკა და პანიკერობა ცუდი მეგობარია და დღეს როგორც არასდროს საჭიროა გააზრებული ქალაქმშენებლობა და ამაზე მე არაერთი გადაცემა გამიკეთებია სპეციალისტებთან ერთად, ყოფილა მსჯელობა და ურემი კი ისევ იქ დგას.
ამიტომ საჭირო არის გონების ძალიან სწრაფად თან გონების და არა მხოლოდ ჯიბის და საბანკო ანგარიშების ჩართვა და როცა რამეს ვაშენებთ ან ვაპროექტებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო დაპრობირებული ნორმები. უბრალოდ უნდა დავიცვათ ისინი და რა თქმა უნდა ვაშენოთ ხარისხიანად. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება და მხოლოდ ასე შევძლებთ უკვე სადღაც ჩასაფრებული კატასტროფების თავიდან აცილებას ან მათგან გამოწვეული ზარალის შემცირებას. მახსოვდეს, რომ ბუნება შორის მაძიებელი არ გახლავთ, იგი უბრალოდ ასე რეაგირებს ჩვენს უგუნურებას. არ გამომივიდა მაინც და მაინც ოპტიმისტური და სასიამოვნო გულს რომ მოეფინება ესეთი ვიდეო, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს ძალიან რთული ზაფხული და რთული შემოდგომა და ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. მე კი ამით მინდა დღეს დაგემშვიდობოთ. დიდი ვერაფერი ოპტიმისტური ვიდეო ვერ გამომივიდა, მაგრამ როგორც სიტყვიან, გაფრთხილებული ხარ, ესე იგი დაცული ხარ. მე მინდა მშვიდი, წყნარი, თბილი, უკარო, უსეტყო და უკარიშხლო კვირა გისურვოთ და ზოგადად ზაფხული და შემოდგომა გისურვოთ. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს ძალიან საინტერესო თემებით, ამიტომ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და დააჭირეთ აუცილებლად აი ამ ზანზალაკს თითი რომ არ გამოგჩეთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის, კარგად მზადდებოდეთ.